მოგესალმებით მეგობრებო. დღეს წინა ვიდეოს თემას გავაგრძელებთ და ქართული ფილმებისა და სერიალების შინაარს ვიზუალში დამალულ აქამდე უცნობ ნიუანსებზე ვისაუბრებთ. მოდით მანამდე კიდევ ერთხელ განვმარტოთ რატომ. გონია რომ უკვე ნანახი სიუჟეტების თავიდან გადახედვა და მათი ახლებურად დატრიალება კიდევ ერთხელ ამტკიცებს როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ამბის თხრობა ხელოვნებაში. ხო და მოდი ვნახოთ მაინც რას შეიძლება გამოვკრათ თვალი ამ მხრივ. გაგიკვირდებოდ და ჩვენი პირველი სუბიექტი ჩემი აზრით ეგრეთ წოდებული stoner კომედიების სრულფასოვანი წინაპარია. საუბარი მაქვს ძველ ყველასთვის საყვარელ და უცნაურ ფილმზე ყველაზე სწრაფები მსოფლიოში. როგორც გახსოვთ, ძირითადი სიუჟეტი იმ დროს ხალხში პოპულარულ ანეკდოტებზეა აწყობილი. ანუ თითოეული სცენა მინი ნოველაა, რომლის ფარგლებშიც პერსონაჟები ათასნაირ უცნაურ და გაუგებარ სიტუაციებში ხვდებიან. ზოგადად ანეკდოტებს ხშირად ახასიათებთ აბსურდისკენ გადახრა. რამე თუ ისინი, ისევე როგორც ხალხური ზეპირი შემოქმედების ყველა ჟანრი, რეალობას და სამყაროს ლოგიკურ კანონს ზომიერებებს არღვევენ სასურველი ეფექტისთვის. რაც ამ შემთხვევაში კომედიაა, მაგრამ ეგ ამგვარი ჟანრობრივი გადაწყვეტა ერთგვარი ხაფანგია მაყურებლის თვალის ასახვევად. იქნება ავტორი ამ სახეებში სხვა, უფრო ბნელ საიდუმლოს მალავს. სხვადასხვა გმირები ამ ფილმში არაერთხელ აბიჯებენ ადამიანური შესაძლებლობების ზღვარს, ძლევენ გრავიტაციას, ფლობენ არაბუნებრივ გამძლეობას, არ ექვემდებარებიან დროისა და სივრცის კონტინიუმს და ასე განსაჯეთ, არც სიკვდილს. ამასთან ერთად დასაწყისიდანვე ვიგებთ, რომ ეს ხალხი, ანუ ადამიანთა ეს კონკრეტული ჯგუფი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობდა, თანაც უცვლელად. ისინი არ შედიან ასაკში, არ კვდებიან. ამ გამოთვლებით სადღაც 600 წლის მაინც იქნება თითოეული მათგანი. კი, მაგრამ ვინ არიან ბოლოს და ბოლოს? ვამპირები ვერ იქნებიან, რადგან მზეში ჩვეულებრივად მოძრაობენ. ვერც დემონები, რამე თუ ბოროტის საწყისი არ გააჩნიათ. ამ ნაწარმოების ხასიათს თუ დააკვირდებით, რაჭველებს მთხრობელი და შესაბამისად ავტორიც ისე უყურებს და მათზე ისე საუბრობს, როგორც რაღაც უცხო ფენომენზე, საკვლევ ობიექტზე, რომელიც ადამიანების მთლიანი საზოგადოებისგან რაღაცნაირად დაშორებულია, ცალკეა. თითქოს ეს ხალხი უცხო პლანეტელები იყვნენ, ან იქნება არიან კიდეც. დედამიწაზე მათი გამოჩენის ამბავი ბურუსითაა მოცული. როგორ მოხვდნენ ქართული მიწის შვილები იმ დაუსახლებელ ადგილებში, სადაც საუკუნეების განმავლობაში თეთრკანიანთა ფეხი არ დადგმულა. ლოგიკურია, რომ ახალ პლანეტაზე ჩამოსულები თავიდანვე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე არ გამოჩნდებოდნენ ადგილობრივებთან შეტაკების შიშით. სანამ ამ ფილმის კოლუმბი მიაგნებდა, ისინი თავიანთი ზეგანვითარებული ტექნოლოგიების დახმარებით ადამიანების ბუნებას, ენებს და მანერებს სწავლობდნენ და საკუთარ ფიზიკურ ფორმას ამ ინფორმაციის მიხედვით იცვლიდნენ. ასე მიიღეს ეს დედამიწური სახეები. ახლა კი რატომ ჩამოვიდნენ საერთოდ? შეიძლება ეს სრულიად შემთხვევითობის დამსახურებაა, რომლის გამოც უკან წასვლას ვერ ახერხებენ. ან შეიძლება თავიდანვე ჰქონდათ განზრახული ადამიანებში ინტეგრირება, როგორც უცხო პლანეტელების ჯაშუშურ მისიას. აქ აშკარა მხოლოდ ერთი რამაა. ეს ტიპები ნგრევისა და განადგურების გამოსაწვევად არ მოსულან. უბრალოდ კაცობრიობაზე ცოდნის ნაკლებობის და მიუჩვეულობის გამო ხშირად უშვებენ შეცდომებს. ისე კი მხოლოდ ჩვეულებრივი ცხოვრებით ტკბობა სურთ. მეორე თეორიის ადგილას მრავალი სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ, თუმცა ზოგი საკმარისად ლოგიკურად არ ებმოდა თანმიმდევრულობას, ზოგიც უბრალოდ არაფერ ახალს არ გვაწვდიდა. თუმცა როცა კომედიურ ფილმებზე გადავერთე, თვალში ერთი შეხედვით უწყინარი ნამუშევარი მომხვდა, რომელიც შეიძლება თუ ეს თეორია სწორია, ძალიან სევდიან დატვირთვას ატარებს. მოკლედ, ქართული საბჭოთა რომკომი თოჯინები იცინიან, ხომ გახსოვთ? ალბათ დაკვირვები ხართ, რომ მთავარი გმირი გულისწორ სწორედ თოჯინების წყალობით გადააწყდება. ოფიციალური ვერსიით ეს ბედისწერის მიერ მოწყობილი მოვლენათა კანონზომიერების დამსახურება, მაგრამ არ გეჩვენებათ, რომ ყველაფერი თითქოს ზედმეტად ნათელ ფერებშია დახატული. როგორც ხაპრული ამბავი, რომელსაც ბავშვი მოიგონებდა თოჯინებით თამაშისას. არსებობს ასეთი ძველი ამერიკული სერიალი The Twilight Zone, რომელიც პატარა ისტორიებს გვიყვება წარმოსახვის მიღმა არსებული რეალობიდან. ერთ ეპიზოდში მაღაზიაში გამოფენილი მანეკენები, როგორც შემდგომში აღმოვაჩენთ, მორიგეობით ცოცხლდებიან და გარკვეული დროის განმავლობაში ადამიანებად ცხოვრობენ. ეგ იგივე შეთანხმება ერთმანეთშიც დადეს ამ ფილმში გამოჩენილმა თოჯინებმა და მათ შორის ღბლიანი ეს გოგონა აღმოჩნდა. არ დაივიწყოთ ასევე ეს პერსონაჟი და მისი უცნაურად ახლო და მზრუნველი დამოკიდებულება სათამაშოებისადმი. თითქოს მასაც ცოცხალი ჰგონია ისინი. ან რეალურად ყველაფრის საქმის კურსშია და როგორც ქარხნის დირექტორი, სიცოცხლის ამ არაბუნებრივი ფორმების შექმნას სათავეში უდგას. იგი ნამდვილად შეიძლება იყოს ექიმი ფრანკენშტაინის მსგავსი იდეებით შეპყრობილი. თეორიის ძირითადი მონახაზი ასეთია, ხოლო აქედან შეიძლება ორი მიმართულებით წავიდეთ. პირველ რიგში, რატომ და როგორ მოხდა ისე, რომ პლასტმასის ფიგურებს აზრი და ცნობიერი ჩამოუყალიბდათ? უფრო ბნელი ვერსია გულისხმობს შემდეგს. თოჯინებს ცოცხალი ადამიანებისგან ამოღებულ გულსა და გონებას უნერგავენ. ყველა ვინც ქარხანაში სამუშაოდ მიდის, რაღაც მომენტში ამ ექსპერიმენტის მონაწილე ხდება და სამუდამოდ ხელოვნურ სხეულში რჩება გამომწყდეული. სწორედ ამიტომ უწევთ ისევ და ისევ ახალი თანამშრომლების მოძიება. თოჯინები ვიტრინებიდან ცდილობენ გამვლელებს დახმარებას თხოვონ, მაგრამ რადგან ვერავინ წარმოიდგენს სინამდვილეში რა საშინელების მომსწრენი არიან, ყველა მცდელობა წარუმატებელია. ასეთ შემთხვევაში ყველაზე ცუდი დასასრული, რაც უმრავლესობას ელის, რენდომ მყიდველის ხელში აღმოჩენაა. სამუდამოდ უძრავად
უცნაოდ და უხმოდ დარჩენილი ყოფილი ადამიანი მთლიანად ვიღაცა ბავშვის სათამაშო ხდება. ეს ვერსია იმდენად შემზარავია, რომ დარწმუნებული ვარ მასზე საუბარმაც ძალიან უსიამოვნო განცდა დაგიტოვათ. მეც ასევე. ამიტომაც მოდით მეორე გზით წავიდეთ. ჯადოსნობა. თოჯინები პლასმასად ქცეული მოჯადოებული სულები არიან, რომლებიც ქარხნის დირექტორის დახმარებით მორიგეობით დროებით თავისუფლებას აღწევენ. და რა ამარცხებს ყველა ჯადოს? დიახ, ნამდვილი სიყვარული. სწორედ ასე მოხდა ამ გოგონას შემთხვევაში, რადგან იგი თავისი დროებითი ადამიანური ფორმის ტარებისას მთავარმა გმირმა შეიყვარა. მისი წყევლა მოიხსნა, თუმცა ძველი მეგობრები არ დავიწყებია და სავარაუდოდ ახლა უკვე მისი დახმარებითაც შეიძლება საბოლოოდ ყველა სულმა დააღწიოს თავი ამ მდგომარეობას. 2000-იანებში გაზრდილი ბავშვებისთვის გონი სამყარო თავიდანვე მისტიკის საბურველში იყო გახვეული. გარდა ქაოტური და გაუგებარი ტელენოველებისა და სასტიკი ქართული დეტექტივებისა, ჩვენი დაბნეულობის ყველაზე დიდი წყარო ნაცნობი პერსონაჟების იდენტობას ეხებოდა. მათ ყოველდღე ხედავდით, მაგრამ წარმოდგენა არ გქონდა როგორ გამოიყურებოდნენ. მის ბელუმი, ტომი და ჯერის პატრონი და მერე უკვე გოგი. ირაკლი ჩხეიძის კოლეგისა და საუკეთესო მეგობრის სახის დანახვასთან წლების განმავლობაში უამრავჯერ ვიყავით ახლოს. რამე თუ იგი ან სტუმრად მოდიოდა ჩხეიძეებში, ან საერთოდ ირაკლის კაბინეტის კართან იდგა, მაგრამ ყოველ ჯერზე მის გამოჩენას რაღაც ეღობებოდა წინ. რაღაც ხელს გვიშლიდა, რომ ეს საიდუმლო ერთხელ და სამუდამოდ ამოგვეხსნა. ეგებ ის, რომ გოგის სინამდვილეში არც არასოდეს არსებობდა. თავიდან ის შეიძლებოდა გვეფიქრა, ეს მთელი სამეგობროს ერთი დიდი ინსაიდ ჯოუკია თქო. თუმცა ამ მოსაზრებას ამ ორი ადამიანის გამოჩენა და უამრავ სხვათა მიერ გოგის ხსენება აკარწყლებს. ამიტომაც მოგვიწევს ძიებაში უფრო ღრმად შევტობოთ. რა იქნება თუ გეტყვით, რომ გოგის სინამდვილეში კოლექტიური ჰალუცინაციის შედეგია? არსებობს ასეთი ფენომენი. Folie à deux. ანუ საერთოდ ელუზიური აშლილობა. ეს იშვიათი ფსიქიატრიული სინდრომია, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები ერთი და იგივე მოლანდებებს იზიარებენ. Folie à deux შეიძლება გამოვლინდეს ორზე მეტ ადამიანშიც და უცილებელი არაა ისინი მაინც და მაინც ერთი ოჯახის წევრნი იყვნენ. რაც ჩვენს თეორიას უფრო ამყარებს. ჩხეიძეების ოჯახის გარემოცვა თავიანთი ცხოვრების ძირითად დროს ერთ სახლში ატარებს, ერთი და იგივე ადამიანების კომპანიაში. ეს კიდე ელუზიის გავრცელებისა და გამტკიცებისთვის ყველაზე დიდი დამხმარე ელემენტია. ახლა კი რამ შეიძლება ასეთი შემთხვევა გამოიწვიოს? მიზეზი ძირითადად ორია: სტრესი და სოციალური იზოლაცია. ობიექტურად ვერ ვიტყვით, რომ ეს ხალხი გარემოსთან არ კონტაქტობს. თუმცა რაც შეეხება სტრესს, ის თითქმის ამოუწურავია ყველა პერსონაჟის ცხოვრებაში. ისინი თითქმის მონაცვლეობით ხდებიან დაძაბულ სიტუაციებში, ყოველ კვირას, ყოველ დღეს, ყოველ წამს. ბუნებრივია ასეთი მძიმე და რთული ცხოვრება ადამიანის ფსიქიკაზე კვალს დატოვებდა. ამას გარდა მიზეზი შეიძლება ყველაზე მარტივად რაიმე ჰალუცინოგენური ნივთიერებაც იყოს, თუნდაც ტოქსიკური კედლის საღებავი. ეგებ იმ კაცმა მართლა კარგი პარტია მიყიდა დათოს, უბრალოდ ღებვისას იგი კედელზე უკვე არსებულ ტოქსიკურ საღებავთან შევიდა რეაქციაში და მისი მოქმედების ძალა გაზარდა. მით უმეტეს, თუ კი ყველანი წლების განმავლობაში უამრავ დროს ატარებდნენ ამ ბინაში. ისინი უწყვეტად იღებდნენ ამ საწამლავს, საჰაერო გზით. Folie à deux ორგვარად მუშაობს. დელუზიები შეიძლება რამოდენიმე ადამიანში ერთდროულად წარმოიშვას, ან ერთმა ლიდერმა პირველად განიცადოს ეს ეფექტი და დანარჩენებზე ზემოქმედება მოახდინოს. გონი ამ შემთხვევაში მეორე ვერსიასთან გვაქვს საქმე. ირაკლი უდაოდ სამეგობროს ცენტრალური ფიგურაა. ამასთან ერთად იგი გოგისთან ყველაზე ახლოსაა, ანუ მისი ხილვები ყველაზე ძლიერია. საბოლოოდ ყველაფერი ასე ლაგდება. გოგი არ არსებობს, ისევე როგორც მისი შვილი და შვილიშვილი. ისინი ან ასევე წარმოსახვეთი ფიგურები არიან, ან ადამიანები, რომლებიც სარგებლის მიღების მიზნით ამ საერთო ჰალუცინაციებს აყვნენ. ორივე შემთხვევაში კარიერული წინსვლისთვის. მოკლედ დღეისათვის და ამ ეტაპზე ზოგადად კინოკონსპირაციებთან დაკავშირებით სულ ესაა რაც მაქვს. მაგრამ არ იდარდოთ, ამ თემას კიდევ მოუბრუნდებით. მანამდე კი შევეცდები განხილვებს დაუბრუნდე, რადგან ამ მხრივ საკმაოდ ბევრი მასალა დაგროვდა. თუ ვიდეო მოგეწონათ, დაალაიქეთ და არხი გამოიწერეთ, რადგან ეს აქ ჩემი ბოლო გაელვება არაა. და ხო, კარგად იყავით.